გახსნით ეთერში. დებატები ევროპარლამენტში თავდაცვის კომიტეტში პირველი განხილვა შედგა, რა საფრთხების წინაშე დადგა საქართველოს მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის გაფორმებული ეგრეთ წოდებული მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. დეტალებს მომყვება ქეთევან ქარდავა, რომელიც ბრიუსელიდან გვერდება. თამარ, ევროპარლამენტში პირველად გაიმართა მსჯელობა და დებატები სოჩი გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებაზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას შორის. ევროპარლამენტში სპეციალურად ამ თემაზე სასაუბროდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტში მოიწვიეს საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე და ასევე ნატოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. ბევრი კითხვები ჰქონდათ ევროპარლამენტარებს, ძირითადად იყო საუბარი იმაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა იმისათვის, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზები არ იყოს ამოწურული. პარლამენტარები მოუწოდებდნენ ერთის მხრივ რუსეთის ფედერაციას, რომ მათ პატივისცენ აღებულ ვალდებულებებს და პატივისცენ საერთაშორისო სამართალსა და იმ პრინციპებს, რომელსაც ეფუძნება როგორც ევროკავშირი, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თუმცა მეორის მხრივ აცხადებდნენ, რომ ევროპარლამენტმა, ევროკავშირმა ძალიან კარგად უნდა გაანალიზოს ის, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სწორედ ყირიმის ანექსიის და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც აქამდე სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებდნენ. ხანგრძლივი გამოსვლა ჰქონდა თავად საქართველოს ელჩს ნატალია საბანაძეს. მან ისაუბრა საფრთხეებზე, იმ ახალ რეალობაზე, რომელსაც ქმნის ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ მას არავინ აღიარებს, ისევე როგორც არ ცნობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ელჩმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ახალი ხელშეკრულება გულისხმობს აფხაზეთის რუსეთთან როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ, ეკონომიკურ ინტეგრაციას და ამიტომ დრო არის იმისათვის, რომ ადეკვატური პასუხი გაეცეს რუსეთის ყველა ქმედებას ევროპიდან. ძნელაძეს კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ნატოში ევროპარლამენტარებმა სთხოვეს, რომ მიეწოდებინათ მათთვის ინფორმაცია კონკრეტულად თუ რამდენი რუსი ჯარისკაცი იმყოფება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ცხინვალის რეგიონში რუსეთს ყავს 4200 სამხედრო, 4500 ჯარისკაცი კი აფხაზეთში. დამატებით 1325 FSB-ს მესაზღვრე ცხინვალში, ხოლო 1225 აფხაზეთში. საერთო ჯამში რუსეთს ყავს 11250 სამხედრო და მესაზღვრე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღესდღეობით რუსეთს ყავს საკმარისი სამხედრო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ სამხედრო აგრესია განახორციელოს საქართველოს წინააღმდეგ. დასჭირდებათ 48-72 საათი იმისათვის, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან კიდევ დამატებითი ძალები გადმოიყვანოს, რომელიც საჭირო იქნება ახალი აგრესიისთვის, პროვოკაციისთვის, ომის დაწყების წინაპირობის შესაქმნელად, მხოლოდ კრემლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. თქვენი აზრით რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რა რჩევას მოგცემთ სულ მინიმუმ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის რეგიონში და რა თქმა უნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად. არაფერი ახალი არ არის, უბრალოდ ახალი ეტაპია რუსული აგრესიის. ეს არის რუსული სტრატეგიის ნაწილი, ახალი კონფლიქტების შექმნის, რუსეთს სურს შექმნა საფუძველი შეიარაღებული ძალების ჩართვის და მათი გამოყენებისთვის, რათა სრული კონტროლი დაამყაროს იმ რეგიონებში, რომლებიც ოკუპირებული აქვს. ამას აკეთებს ყველა ვალდებულების დარღვევით საერთაშორისო კანონმდებლობის უგულებელყოფით. რუსეთს სურს დესტაბილიზაციის შექმნა და ეს მხოლოდ გავლენის სფეროების გაზრდა არაა, უფრო მეტია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დნესტრისპირეთი, აღმოსავლეთ უკრაინა. ეს რუსეთის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილებია. რუსეთი ახალი კონფლიქტების წარმოსაქმნელად იყენებს იმ რეგიონებს, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელშეკრულებას მიეცეს შეფასება, ის შეფასება, რომელიც უკვე გაკეთდა ბევრი წევრი სახელმწიფოს, ასევე ევროპული ინსტიტუტებისა და ნატოს მხრიდან. ეს შეფასება უნდა გამყარდეს, ამას სჭირდება ასევე ევროპარლამენტის მხრიდან თავისი პოზიციის დაფიქსირება. ევროპარლამენტი როგორც წესი კიდევ უფრო მკაფიო და გახსნილია ხოლმე თავისი, ესე ვთქვათ, გზავნილების ჩამოყალიბებაში, ამიტომ ეს არის ძალიან კარგი შანსი. საქართველოს ელჩმა დღეს იმედი გამოთქვა იმის, რომ დღევანდელი დებატები და ინფორმაცია, რომელიც მან მიაწოდა ევროპარლამენტს, იქნება ადეკვატურად ასახული იმ რეზოლუციაში, რომელსაც თვის ბოლოს ევროპარლამენტი მიიღებს რატიფიკაციის შემდეგ. ნატალია საბანაძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებელი იყო იმისათვის, რომ რეალური სურათი შექმნილიყო თავად ევროპარლამენტშიც. მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ 15 დეკემბერს
ნოემბერს არის დაგეგმილი კენჭისყრა ევროპარლამენტში სტრასბურგში და რატიფიკაციის შემდეგ იქნება მიღებული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მისამართით.